დავით ბაიჭაძის სამსახურიდან გათავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოთხოვნებით ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ არხთან შეიკრიბნენ. მოძრაობები ენა მამულის სარწმუნოება და არა 16 დეკემბრის გადაცემა დიალოგს აპროტესტებენ. მათთვის გადაცემის სტუმართა მოსაზრებები მიუღებელია და ამბობენ, რომ წამყვანმა ბალანსით დაარღვია, რადგან დიალოგში საპატრიარქოს პოზიცია არავის დაუცავს. ამ დღეს დავით ბაიჭაძე ინტერნეტით გავრცელებულ წერილს სტუმრებთან ერთად განიხილავდა. საუბარი ეპარქიების განცალკევებაზე და საპატრიარქოში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეხებოდა. მეორე დღეს სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უპასუხა. უწმინდესმა გადაცემას ცუდზე უარესი უწოდა და იქ გამოთქმულ მოსაზრებებს ღვთის წინაშე დიდი ცოდვა. დავით ბაიჭაძე კი განმარტავდა, რომ გადაცემაში საპატრიარქოს წარმომადგენლებს მიიწვია, თუმცა უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ სინოდის სხდომა, სადაც სავარაუდოდ გადაცემაში წამოჭრილი საკითხები უნდა გადაწყდეს, ჯერ არ გამართულა. ჩვენაც მოვედით, რათა ჩავატაროთ გამაფრთხილებელი აქცია. გვაქვს სამი მოთხოვნა. პირველი, რომ ბაიჭაძე მიიწვიოს მეორე მხარეს სტუდიაში, რათა მათაც გააკეთოთ და დაეთმოთ ეთერი. მეორე მოთხოვნა არის, რომ ამის შემდეგ ბაიჭაძემ დატოვოს ეს გადაცემა და მესამე მოთხოვნა არის, რომ შევხვდეთ გია ჭანტურიას. ჩემთვის შეურაცხყოფელი იყო ის, რომ ჩემ წამს მიეყენა შეურაცხყოფა დავით ბაიჭაძემ კონკრეტულად და მინდიაშვილმა, რომელიც მას ყავდა სტუმრად.